სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღეს ეკლესია განადიდებს მოციქულთა თავებს, პეტრესა და პავლეს, როგორც ზეციურ ძალთა მხედრობას ყავს თავიანთი მთავარანგელოზნი მიქაელი და გაბრიელი, ასევე ქრისტეს წმინდა მოწაფეთა შორის განსაკუთრებული მადლმოსილებით, ძალითა და დიდებით ბრწყინავენ მოციქულები პეტრე და პავლე, ორი უდიდესი მნათობი ეკლესიისა, ორი მდინარე ქრისტიანულ სამყაროს მადლით აღმავსებელნი, ორი სხივი განმანათლებელნი მთელი მსოფლიოსი. მოციქული პეტრე ერთ-ერთი პირველი მოწაფე ქრისტესი, რომელიც თან ახლდა მაცხოვარს მისი მიწიერი ცხოვრების ბოლო წლებში, ისმენდა მის გადაგებებს, საკუთარი თვალით ხედავდა ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულებს. ამაღლების შემდეგ მოციქული პეტრე გადაგებდა სამარიაში, იუდეაში და სირიაში, დაარსა ეკლესია ანტიოქიაში. და იყო პირველი ეპისკოპოსი ამ ეკლესიისა. ბოლო წლებში თავისი მიწიერი ცხოვრებისა გადაგებდა და ხელმძღვანელობდა ქრისტიან თემს რომში, უზარმაზარი იმპერიის დედაქალაქში. იმპერატორ ნერონის დროს ქრისტიანთა საშინელი დევნის დროს მოწამეობრივად აღესრულა ჯვარზე, თავდაღმა, ისე რომ საკუთარი თხოვნით და ამ თხოვნის საფუძველზე. იგი ამბობდა, არ ვარ ღირსი, ისე აღვესრულო ჯვარზე, როგორც ქრისტე. მოციქულ პეტრესაგან, როგორც ძვირფასი მემკვიდრეობა, დაგვრჩა ორი ეპისტოლე. პირველ წერილში მოციქული გუმოძღვრავს, რათა ღირსეულად დავითმინოთ ყველა განსასწრელი და დევნა, ცათა სასუფეველის დამკვიდრების იმედით. ამ ეპისტოლეში მოციქული განმარტავს მოძღვრის მოვალეობას მრევლის მიმართ და ასევე საეროთა ვალდებულებას სულიერი მამის მიმართ. იგი საუბრობს ქრისტიანული ოჯახის მაღალ ზნეობრიობის შესახებ, განსაკუთრებით ქალის მოვალეობის შესახებ. მოციქული გვასწავლის, არ დავემსგავსოთ წარმართების მდიდრული სამოსელით შემკობის ტარების სურვილს და ძვირფას სამკაულთა მორთვით არ მოვიწონოთ თავი. მოციქული ამხელს ამ ცრულ სილამაზეს, რომელიც მიწიერი განდიდებით სიამაყით ავსებს ადამიანის გულს, რაც უცხოა და მიუღებელი ქრისტესადმი სიყვარულისა და გამოხატულებისა. იგი ამბობს, რომ ქრისტიანი შემკული უნდა იყოს თავდაბლობით და მყუდრო სულიერი ცხოვრების სილამაზით. იგი მოგვიწოდებს, რომ ბოროტებას ბოროტებით არ ვუპასუხოთ და ვლოცავდეთ მაწყევართა ჩვენთა.
მეორე ეპისტოლეში პეტრე მოციქული წერს ეკლესიისა და სამყაროს მომავალ დროთა შესახებ. ამბობს, რომ ბოლო ჟამს გამრავლდებიან სრულ მასწავლებელნი, რომელნიც მოხიბლავენ ქრისტიანებს მჭერმეტყველური, მაგრამ სრულ და ფუჭი საუბრებით. იგი ამბობს, რომ ეს სრულ მასწავლებელნი იქნებიან მზაყვარნი, ვერცხლის მოყვარენი, ხელს შეუწყობენ ადამიანთა მიწიერი ვნებების განვითარებას, რათა კეთილი განწყობა შეიქმნა. ისინი მადდამი იქნებიან მორჩილნი და დამთმობნი, იქნებიან ამაღლნი და თავისი ნების გამტარებელნი და არა ეკლესიის სწავლების დამცველნი და მქადაგებელნი. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ორიოდე სიტყვა დავამატოთ. ასეთი სრულ მასწავლებელნი ეკლესიის ისტორიაში მრავალნი ყოფილან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საუკუნეში. ბოლო პერიოდში, თუნდაც მე-20 საუკუნეში ცნობილია აი ასეთი სრულ მასწავლებლებით სახელგანთქმული ეგრეთ წოდებული პარიზის საღვთისმეტყველო სკოლა, სადაც კაბინეტებში სიგარეტით ხელში მოღვაწეობდნენ ბრჭყალებში ეგრეთ წოდებული თეოლოგები, სასულიერო პირები, ისეთები, როგორიც თქვათ იყვნენ მეინდორფი და მისი ასევე თანამოაზრეები, რომელთაც შმემანი ასევე, რომელთაც არაერთი ნაშრომი შექმნეს, სადაც თითქოს არაფერია ისეთი უცხო ეკლესიის სწავლებისა, მაგრამ შენიღბულად და შეფარულად შეპარებულია საწამლავი, რომელიც ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან განაშორებს. ჩვენ თანამედროვე ყოფაშიდაც აქ თუნდაც საქართველოში არიან ასეთი ეგრეთ წოდებული თეოლოგები, როგორც სასულიერო პირები, ასე ერის ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურობენ, გამოდიან თავიანთი ქადაგებებით და ასე ამბობენ, მე ვფიქრობ, მე მგონია და ასე შემდეგ. არა, ქრისტე ასწავლის ესე, წმინდა მამები ასწავლიან ასე, თქვათ, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგორი ღვთისმეტყველი, არამედ მე ვფიქრობ ასე და მე მგონია ასე. და შემდეგ სოფისტობენ, ფილოსოფოსებენ და თავისი მჭერმეტყველობით ხიბლავენ ადამიანებს. და იქამდე მივიდა ზოგიერთის კადნიერება, რომ საფასურსაც კი იღებს. კერძოდ დაწესებული აქვს მის ეგრეთ წოდებულ ლექცია ქადაგებაზე შესასვლელი ტარიფი, ნიხრი, ფულს ახდევინებს, რომ მას მოусმინონ და სამწუხაროდ არიან ასეთი უგუნურები, რომლებიც მართლაც ფულს იხდიან და შედიან ასეთ ლექციებზე და ქადაგებებზე და უსმენენ ამ სრულ მასწავლებლებს. აი ეს მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. იგი წინასწარ მეტყველებს სამყაროს ფერის სვალებაზე, ახალ მიწაზე და ახალ ზეცაზე. მეორე მოციქული ქრისტესი პავლე თვითონ იყო მდევნელი ეკლესიისა, ხოლო შემდეგ სასწაულით მოქცეული ქრისტესაგან ქრისტესადმი გახდა ყველაზე მოშურნე მქადაგებელი და მომაქცეველი ადამიანთა. იგი წერს, რომ ყოველივე მიწიერი დაუპევა და უნდა რომ ხედავდეს მხოლოდ ქრისტეს და ისიც ჯვარცმულს. ყველა მიწიერი პრივილეგიები და სიმაღლენი ქრისტეს დიდებასთან შედარებით მისთვის მხოლოდენ მტვერი და ნაცარია. მოციქული პავლე ქადაგებდა ქრისტეს არაბეთიდან ესპანეთამდე. ყველაზე მეტად გაისარჯა მოციქულთა შორის და აარსებდა ეკლესიებს სხვადასხვა ქვეყნებში. მოციქული პავლეს
მოციქულ პავლეს მაცხოვარი არ უნახავს. მას შემდეგ რაც იგი მოინათლა არაბეთის უდაბნოში განვიდა 3 წლის მანძილზე და იქ თვით უფალი იესო ქრისტე ეცხადებოდა და ასწავლიდა სახარებას. ამიტომ ამბობს მოციქული, რომ არა ადამიანთაგან, არამედ თვით ქრისტესაგან არის იგი განსწავლული. მოციქული პავლეც იმპერატორ ნერონის დროინდელი დევნის დროს აღესრულა და როგორც რომის მოქალაქე არა ჯვარცმით, ანუ სამარცხვინო სიკვდილით, არამედ როგორც თავისუფალი მოქალაქე თავის კვეთით აღესრულა. მან დაგვიტოვა როგორც ძვირფასი მემკვიდრეობა 14 ეპისტოლე. თქვენ დღეს მოისმინეთ სახარებაში ქრისტეს სიტყვები მოციქული პეტრეს მიმართ. შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი. ანუ პეტრე მოციქულის აღსარებას იგი უწოდებს კლდეს. ანუ პეტრე მოციქულის რწმენას უწოდებს კლდეს. აი ამ რწმენაზე არის დაფუძნებული ჩვენი დედა ეკლესია. ხოლო თქვენ ასევე მოისმინეთ პავლე მოციქულის ეპისტოლე, რომელშიც იგი აღწერს იმ განსაცდელებს, იმ შრომას, იმ ჭირს, იმ მრავალ ტანჯვას, რომელიც მან დაითმინა ქრისტესთვის. მართლაც წარმოუდგენელია ის, რასაც თქვენ დღეს ისმენდით ხომ და წაგიკითხავთ ასევე და ამას იმიტომ ყვება იგი, რომ ჩვენ გვასწავლოს, რომ თუნდაც სულ მცირეოდენი გავისარჯოთ და ვიშრომოთ და ვიღვაწოთ და დავითმინოთ ის განსაცდელი, რომელიც ჩვენი მიწიერი ცხოვრების დროს, ქრისტიანული ცხოვრების გზაზე გვექნება. ეს არის თავისებური სტიმული იმისათვის, რომ ელემენტარული მაინც გავაკეთოთ და მე ვწუხარ იმის გამო, რომ დღეს აი ამ დიდებული მოციქულების სცენების დღეს ზოგიერთი გუშინ ღამენათავი ამ ლიტონი ფუჭი მიზეზის გამო დღეს ტაძარში არ იმყოფება და არ მიაგებს სათანადო პატივს ამ დიდი მოციქულების სცენების დღეს. თქვენ კი დაგლოცავთ და გაგოთხებთ. ერთმან დაგლოცავთ და გაგაძლიერებთ.